ისი არ გეჩვენებათ უცნაურად, როცა შფოთვა გაწუხებთ, ეკიპთან მიდიხარ და პირველივე გამოსავლა წამალს ვინიშნა. ხშირად არც კი ინტერესდებიან რა ხდებოდა თქვენ ცხოვრებაში, სანამ შფოთვა დაიწყებოდა, რა პრობლემებში ცხოვრობთ, რა ურთიერთობაში ხართ საკუთარ ფიქრებთან. შეიძლება თქვენი შფოთვა უბრალოდ დაავადება კი არა, სიგნალია. სიგნალი იმისა, რომ რაღაც თქვენ ცხოვრებაში ყურადღებას აჭირებს. დაძაბული ურთიერთობები, შეიძლება გადააღლა, ჩახშობილი ემოციები, მუდმივი ნეგატიური ფიქრები ან შიში, რომელსაც ყოველდღე კვებავთ. მაგრამ რას აკეთებს ბევრი ადამიანი? ცდილობს ჩაახშოს ზუსტად ის სიმპტომი, იმის ნაცვლად, რომ გაიგოს რა ხდება რეალურად. დააკვირდით, რატომ ქვეითდება შფოთვის წამლის ფონზე არა მხოლოდ შიში, არამედ სიხარულიც, კარგი ემოციებიც, მოტივაციაც. იმიტომ, რომ წამალი ვერ არჩევს კარგ და ცუდ ემოციებს, ის უბრალოდ აქვეითებს მთლიანად ემოციურ შეგრძნებებს. ეს მთლიანად მოხვევს ყველას ხელს. შედეგად კი ადამიანი თითქოს გარედან რო შეხედო მშვიდდება, მაგრამ პრობლემა ხშირად ისევ რჩება. იმიტომ, რომ ეს არის ილუზია სიმშვიდის. თუ სიგნალიზაცია ჩაირთო სახში, მხოლოდ ხმის გამორთვა ხომ არ ნიშნავს, რომ საფრთხე გაქრა. ზუსტად ასეა შფოთვაც, ის ხშირად მტერი კი არა მინიშნება. და როცა საკუთარ თავს ყოველდღე ეუბნებით, რომ ეს საშინელება, მე ვერ გამოვალ ამ მდგომარეობიდან, ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთია, შფოთვა კიდევ უფრო ძლიერდება. შფოთვის დაძლევა მხოლოდ დამშვიდება არ არის, ეს არის საკუთარი აზროვნების, რეაქციების და შიშების გაგება. სწორედ ამისთვის შევქმნი ჩემი ონლაინ კურსი შფოთვაზე, სადაც გასწავლით, როგორ შეწყვიტოთ შიშთან ბრძოლა და როგორ დაიბრუნოთ შინაგანი სიმშვიდე. თუ გინდა არა დროებითი შვება, არამედ შფოთვის რეალურად გაგება და დაძლევა, მაშინ დაწერეთ კომენტარებში მინდა სიმშვიდე და გამოგიგზავნით კურსის ლინკს. მისი ფასი არის ყველასთვის ხელმისაწვდომი და თანაც კურსზე მოქმედებს ფასტაგლე, ასე რომ მიჩქარით.